სალამი, გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით ვეროტექის არხზე. დღევანდელ ვიდეოში არ გვექნება რაიმე თეორიული თემის გავლა სლაიდების საშუალებით კომპიუტერიდან, არამედ გვექნება პრაქტიკული ვიდეო, სადაც შევამოწმებთ ჩვენი ვინჩესტერის, იგივე მყარი დისკის, მყარსისხლის უნარობასა და ვარგისიანობას გარკვეული ეტაპების გავლით. აქვე დავწერთ, რომ ეს ეტაპები არ არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია დავადგინოთ ჩვენ ვინჩესტერის ვარგისიანობა, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი გზა ეს არის. მოკლედ მეგობრებო, აგერ არის ჩვენი ეს ვინჩესტერი, მყარი დისკი 1 ტერაბაიტიანი, აი ახლოდანაც განახებთ. ესე. ვიზუალურად არანაირი დეფექტი ან რაიმე მსგავსი არ ეტყობა, მაგრამ აუცილებელია რომ მაინც შევამოწმოთ, მისი სიცხლე რამდენი არის, თუ კითხულობს საერთოდ, დასაფორმატებელია, ასე შემდეგ, რაც არ უნდა იყოს ყველაფერი. რა დაგჭირდება მაგისთვის და რა ეტაპების გავლა მოგვიწევს ყველაფერს გაჩვენებთ ვიდეოში, ეტაპობრივად გავივლით ყველაფერს. მოკლედ მეგობრებო, მზად ვართ უკვე რომ დავიწყოთ ჩვენი ვინჩესტერის შემოწმება და პირველი ეტაპი რაც დაგჭირდება არის სიმულაციური სისტემის აწყობა, რომლის აწყობის შემდეგაც მოვათავსებთ შიგნით ამ მივამაგრებთ ამ ჩვენს მყარ დისკს და შევამოწმებთ რამდენად სისხლის უნარიანია. პირველ რიგში დაგჭირდება დედაპლატა თავისი პროცესორით. აგერ მაქვს 775 სოკეტზე დედაპლატა თავისი პროცესორით. მოვათავსოთ. ესე. შემდეგ მივცეთ უკვე კვება ამ ჩვენს დედაპლატას, მაგრამ მანამდე ოპერატიულიც ჩავდოთ. ეს არის 2 გიგაბაიტიანი სტიკი. ოპერატიულიც მოვათავსეთ. შეგვიძლია უკვე მოვათავსოთ ვიდეო ბარათიც. გერ გვაქვს. ესე. ვიდეო ბარათიც შავდეთ. გავუკეთოთ უკვე კვება. ეს არის აწყობილი სისტემა მაგიდაზე. მივცეთ, ეს არის ვიდეო კარტის პინები, რომელიც ახლა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პროცესორის, იმიტომ რომ ეს ვიდეო კარტა არაფერი დამატებით უკვე ამას არ ჭირდება. მოკლედ, ახლა ჩვენ გვაქვს 24 პინი, პროცესორის პინები, თვითონ პროცესორი, ოპერატიული ვიდეო კარტა. შეგვიძლია ახლა თვითონ ვინჩესტერით შევაერთოთ. აი აგერ გვაქვს ჩვენი 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. დავდოთ აქ. მივცეთ SATA, რა თქმა უნდა, აგერ მაქვს SATA კაბელი. მივცეთ SATA კვება. ესე. და ასევე კვების ბლოკიდანაც მივცეთ დენი. აი ეს. აი ეს. კარგი, ჩვენი მყარი დისკი შეერთებულია, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ეს სისტემურადაც შევამოწმოთ და რაღაცა Windows-ამდე მივიდეთ და ასე შემდეგ, დაგჭირდება კიდევ ერთი მყარი დისკი ან SSD. აგერ მაქვს ერთი SSD, სადაც წერია სატესტო Windows-ი, როცა კომპიუტერის დიაგნოსტიკას ან რაიმე მსგავს ვაკეთებ ხოლმე, ამ SSD-ს ვაერთებ და შიგნით რო შევდივარ, ტესტავ ხოლმე ნაწილებს, როგორ ამუშავოს ტემპერატურებს და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ამასაც შევაერთებ მე. აგერ გვაქვს მეორე SATA. ესე. და გვინდა ასევე მეორე SATA-ს დენი. აი აგერ გვაქვს კვებიდან. ეს. ეს გემჯობესია რომ კარგად იდოს, მაგრამ ეგ არაფერი პრობლემა არ არის. ავაწყეთ სისტემა, გვაქვს ოპერატიული პროცესორი, დედაპლატა, ვიდეო ბარათი, მყარი დისკები. ამოცებული მომენტისთვის ჯერჯერობით გადაგლება არ გვჭირდება, უნდა მივიდეთ ჩვენ ბუტამდე, ბუტ მენიუმდე. შეგვიძლია უკვე შევაერთოთ, აგერ გვაქვს კვება.
ასე. ვიდეო ბარათი შევაერთოთ. შევაერთოთ კლავიატურა და მაუსიც. არსებობს ადამიანი, ვინც სწორად არ ტყავს მაგის შეერთებას სწორი მხარით. სისტემა ფაქტობრივად აწყობილია, ყველაფერი შეერთებულია. შეგვიძლია უკვე რომ ჩავრთოთ. აგერ გვაქვს ჯორკა, რომელთაც ვრთავ. აბა ნახოთ. კვება არ მქონია ჩართული. მაგარი. ძალიან common პრობლემაა და common error-ია კომპიუტერის აწყობის დროს კვება იყო გათიშული იღივაკით. ჩავრთეთ. კომპიუტერით ჩაერთო. ეს BIOS-ის ბრალია, რომ გაჩერდა და თავიდან დაიწყო ტრიალი. კომპიუტერი ჩაერთო, გამოსახულებაც გამოიტანა. ეხლა შევცვლით კადრს და განახებთ უშუალოდ რა როგორ გავაკეთოთ. მეგობრებო, განახებთ ერთ კაც კიდე. აგერ გვაქვს ეს აწყობილი სისტემა ჩვენი. ყველაფერი რაც ვიდეოში იყო, უბრალოდ ესეც დავუმაგრე, გაგრილება, რომ ელემენტარული არ გადაგვეწვას პროცესორი ტემპერატურისგან. აგერ გვაქვს დისპლეი, ყველაფერი შეერთებულია, კლავიატურა და მაუსი. და შეგვიძლია რომ უშუალოდ ჩავრთოთ კომპიუტერი. ესეც უბრალოდ განახეთ როგორ არის სხვა კადრიდან დანახული ეს მაგიდაზე აწყობილი სისტემა. ეს ზოგადად ჩემი სადიაგნოსტიკო კუთხეა, როცა კლიენტი რაღაც დაზიანებული კომპიუტერით რაღაც მოდის, ნაწილები და სტატისტიკა ყოველთვის ასე ამ ადგილას ვამოწმებ ხოლმე ნაწილებს. მოგეთ დისპლეის კადრიც გვაქვს, შეგვიძლია რომ უკვე ჩავრთოთ კომპიუტერი და ნახოთ ეკრანზეც რა ხდება. აქ მაქვს მაუსი. ჯერჯერობით BIOS-ში უნდა შევიდეთ, delay ტრიალი გავსპამოთ. ესეც ჩვენი BIOS. რა ხდება ახლა დრო რა თქმა უნდა არეულია, იმიტომ რომ BIOS-ის სეტინგები არეულია. ამის გასწორება ახლა ჩვენ ისე არაფერში არ გჭირდება, არ გვაინტერესებს. ჩვენთვის თავარია რომ დაინახა პირველ რიგში აგერ ნეტაკის SSD, რომელიც შეერთებული მაქვს ხედავს და ის ტერაბაიტიანი ვინჩესტერიც ST1000DM რაღაც, მოკლედ წაკითხულია რა. პრობლემა არ აქვს BIOS სახმასთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ გავუშვათ ჩემი Windows-ი, რომელიც SSD-ზე მაქვს ჩაწერილი. boot device-ში აქ ავირჩევ პრიორიტეტში SSD-ს. ესე. მოდი მაინც ყოველი შემთხვევისთვის დროც გავასწოროთ BIOS-იდან. ასე. ეხლა არის 2025 წელი. ბატონო, შემდეგ გინდა აგვისტო ხო უკვე. კი, მერვე და დღეს არის 2 თუ 3. 3 დავაგებთ. კაი, ეხლა შევინახოთ სეტინგები და შევიდეთ აბა Windows-ში. შეგვიძლია ბუტმენიდან შევიდეთ F8 ღილაკის გასპამით. აი ნეტაკს მოვნიშნავთ, F8 არის ბუტმენიო და ნეტაკს მოვნიშნავთ, პირდაპირ Windows გავუშვებს. One eternity later. კარგი, რაღაცა პრობლემა აქვს აშკარად, დავარესტარტოთ და პირდაპირ გამოვიდეთ რას იწევს. მე აღარ შევაბუდ მენიუში. იგივე პრობლემაა. კარგი, მაშინ ცადოთ ეხლა და გავუშვათ
Winchester-ი შესაძლებელი იქ იყოს რაღაც Windows-ში ჩაწერილი და ის გაუშვეს. SSD-სთან დაკავშირებით აშკარად პრობლემა აქვს კომპიუტერს. ნახოთ Winchester-ი. Windows XP ყოფილა Z. ვაიმე. ახეთ ხალხო რა აღმოვაჩინეთ და მაუსსაც არ გითხულობს აშკარად აქ. Windows XP ყოფილა ამ ჩვენს hard disk-ზე. კარგი, ეხლა რა თქმა უნდა ჩვენს რა დავაფორმატოთ ამას ესე. აი, მაუსი ამუშავდა. Root paroli adus კომპიუტერს და ვერ შევდივართ. ვაიმე Windows XP-ა ღმერთ. კარგი, ნუ ეს არ მეხება ეს არ მაინტერესებს რა თქმა უნდა, ჩემთვის სავარაუდო ნაწილი იყოს მუშა მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ეხლა შევალ და ფლეშკას შევაერთებ Windows-ისას. აი ამ ფლეშკაზე წერია Windows 10-ის საინსტალაციო ფაილი. ამას შევაერთებ და ვნახავ SSD-სთან დაკავშირებით რა ხდება, რატო აქვს პრობლემა და ასე შემდეგ. აი ეს გავთიშოთ ეხლა. ვაიმე Windows XP დავხვეჭი. არ ვოლი ნამდვილად. გამოირთოს ჩვენი ჯიგარი. One eternity later. ძლივს გამოირთო. ამდენი ხანი მომუნდა. კაი, შევაერთოთ ეხლა ჩვენი Windows-ის ფლეშკა. აი ასე. აქ ეს ფლეშკა ჩემი წინა ვიდეოები თუ ნახეთ, გემახსოვრებათ MBR-ზე GBT-ზე რო საუბრობდით. Windows 10 მაქვს MBR mode-ზე, იმიტომ რომ ძველი სისტემა ისედაც ეს და UEFI-ს BIOS საერთოდ არ აქვს. ამიტომ GBT-სთან ექნება პრობლემა, ამიტომ გვაქვს Windows 10 MBR mode-ზე. აი, ჩართულია კომპიუტერი, ისევ ჩავთოთ. ხო, ამას სადვადებ შეიძლება გითხრა გიჩნდეთ, front panel-ი აქვს ყველა დედაპლატას აბსოლუტურად, front panel-ის შესაერთებელი ადგილი და იქ AutoWorks მოთავსებით Z პინებს თუ შევახერხებთ და დავაკავშირებთ ერთმანეთს, კომპიუტერი ჩაირთვება. აი, როგორც გაჩაირთვეთ. აი, ეხლა ჩვენ გვინდა რომ პირდაპირ გავუშვათ ჩვენი SSD. ბოდიში SSD არა. ჩვენი ფლეშკა. აი, ბუტში რა ხდება ვნახოთ. გავუშვათ ჩვენი ფლეშკა და შევხედოთ რა ხდება. ძლივს. ამოგვიგდო ჩვენი Windows-ის ლოგო, მეგობრებო. ძალიან კარგი ამბავია. კარგი. ეხლა უბრალოდ მაუსიც მუშაობს Windows-ის გადაყენების დროს მოგეხსენებათ. კარგი. ეხლა ბარემ ნახავთ SSD-სთან დაკავშირებით რა თქონდა პრობლემა. დავიწყოთ ეს ვიდეო გადაღებული მაქვს მევაზე ოღონდ აქ რა უნდა გააკეთოთ როგორ გადაყენები შეგიძლიათ უყუროთ. ყველა ფერი დეტალებში მაქვს ახსნილი. აი, პროდუქტი არ გვაქვს. ის აქვს, მომიშნოთ რავი 10 Pro. სვამას ვაყენებ ხოლმე როცა 10 ვაყენებ. ოკეი. თამათ წესებს და პირობებს და ხო custom. ნახოთ ეხლა აქ რა ხდება. გვაქვს 100 MB-იანი ეს წასაშლელია. პირდაპირ წავშალოთ. ესეც წასაშლელია. 100 MB-იანი. გვაქვს 236 GB-იანი დისკი. ეს დიდი ალბათობით არის ჩემი SSD. სადაც Windows-ია ჩაწერილი და რატო არ აყენებ და წარმოადგენა არ მაქვს. კაი. აქ გვაქვს კიდე რაღაც რესტორი ესეც წავშალოთ recovery ჯანდაბა. წაშლილია. ეს ერთ რა დისკია. წარმოადგენა არ მაქვს. წავშალოთ. გვაქვს კიდე რაღაცა ლოგიკური 14 GB-იანი დისკი წასაშლელია. აი,
თითქოს მიეცა უკვე ფორმა აქვს ჩემი SSD ნეტაკის, რომელიც რატომაც კომპიუტერმა არ შემიშვა მაგაში და გვაქვს აი ეს დისკი 931 გიგაბაიტი, ანუ ტერაბაიტიანი Winchester-ის დისკი. ჩამოვაყალიბოთ ახლა, ანუ ნახეთ, აქ next არ უნდა დააჭიროთ, რა უნდა ჩამოვაყალიბოთ ახლა ეს დისკი. აი გვერდზე ტაიპი თუ არ უწერია primary-ან სისტემი. ისე არ უნდა ჩაწეროთ რა Windows-ი, არ შეგაწერინებთ. News დავაჭერთ, Apply-ს დავაჭერთ და ჩამოვაყალიბა უკვე primary დისკი. ეგ არის და ეგ. ეს 1.6 გიგაბაიტი არაფერი არ არის, არ გამოჩნდება არსად და მივიცოთ ახლა next-ს. ამაზე ახლა უკვე ჩაიწერება Windows. ჩვენ თუ გვინდა მაგალითად ამის დაყოფა, ეგეც შეგვიძლია, მაგრამ ახლა არაფერი შეამჭირდება. იყოს ესე იგი 1 ტერაბაიტიანი ერთი დისკი. ან თუ გაყოფა მოგინდებათ, delete-ს დააჭერთ, delete-ს და ხო მოგცემთ ამას და news რო დააჭერთ, რამდენი გიგაბაიტიანი დისკიც გინდათ, აქ იმდეს ჩაწერთ რა. ეხლა აქ წერია მთლიანი მოცულობა. მე თუ მინდა მაგალითად ეს გავყო 500 გიგაბაიტიან დისკაც და დანარჩენი მეორე 500-იანად. აქ ჩავწერ უბრალოდ მეგაბაიტებშია, ხო 500,000 მეგაბაიტს ჩავწერ. აი Apply-ს დავაჭერ და აი გაიყო. всё. ჩამოყალიბდა ორი დისკი, ხო 490-იანი და 453-იანი, ნუ 500 რა. გაიყო შუაზე. და რომელზეც გვინდა უკვე Windows ჩავწერთ იმაზე, C და D დისკები იქნება ესენი. იყოს კაი გაყოფილი არა პრობლემა და გავაგრძელოთ ახლა აგერ 488, 488 აი ამაზე ჩავწერთ. Next. Okay, რა ვიცი რა უნდა. ძლივს მეგობრებო, ძალიან ბევრი წვალების შემდეგ საბოლოოდ ჩემი დისკი გადავიყვანე, ჩემი SSD გადავიყვანე იმაზე რა ქვია. MBR mode-ზე და მასე მაგაზე წერ ხელახლა Windows იქნება მაგან უშუალოს. არ ვიცი რისი პრობლემა იყო, სავარაუდოდ Winchester-ს რაღაც აქვს დაზიანებული. მაგიტო ახლა ახალი Windows ჩაიწერება MBR mode-ში SSD-ზე და დიდი ალბათობით გავუშვებს კომპიუტერი და რო შევალთ უკვე Windows-ში, უფრო შემიქმნება წარმოდგენა რა და როგორ რაში იყო საქმე და რა პრობლემა იყო, მოკლედ ერთ წუთით ყველაფერს გავარკვევთ რა. ეხლა მიდის სტანდარტული გადაყენების პროცესი, SSD-ზე იწერება Windows-ი MBR ფორმატში. დისკი გადაყვანილია MBR ფორმატში. One eternity later. მოგლეთ მეგობრებო, როგორც იქნა გადავაყენოთ Windows-ი, ყველაფერი. რასაც უყურებთ, ახლა განახებთ. აგერ disk manager-ში შევიდეთ უკვე. disk management-ში შევიდეთ. აგერ არის ჩვენი დისკი, D დისკი, 911 გიგაბაიტი, ტერაბაიტიანი, როგორც ხედავთ. კითხულობს, ხედავს, აქაც ჩანს ჩვენი 911 ტერაბაიტიანი დისკი, SSD არის და hard disk Sentinel-შიც რო შევიდეთ. ჩვენი დისკი არის 100%-ზე და პერფორმანსი და health-იც აქვს 100%-ზე. მოკლედ ჯანმრთელია ყველანაირად რა. რატო არ გაყენებინებდა Windows და რატო მომიწია წვალება და რატო მომიწია SSD-ზე ჩაწერა Windows-ის. აქვე ვიტყვი, დიდი ალბათობით კომპიუტერის BIOS-ი, ანუ ამ პლატის BIOS-ი იყო დაზიანებული, ან გასაკორექტირებელი, კიდე სხვანაირად ან დასააპდეითებელი, მოკლედ ამის გამო არ მოგწონს გაგრძელების საშუალება, რომ ჩაგვეწერა Z Windows-ი. ეხლა გამოიყურება ძალიან კარგად. ჩვეულებრივი 1 ტერაბაიტიანი ცოცხალი ჯანსაღი, ჯანმრთელი დისკია, ესე იგი. რაც შეეხება SSD-ზე ჩაწერილი Windows-ი, რატო მომიწია ხელახალ გადაყენება და რატო არ მუშაობდა თავიდან, მიზეზი იყო ის, რომ
SSD იყო დაყენებული GPT mode-ზე და ამ პლატის BIOS-ი არის ძალიან ძველი და GPT mode-ი უბრალოდ ვერ აღიქვა და რო გადავაყენე MBR-ზე, ახლა ჩვეულებრივად კითხულობს. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. დავტესტეთ ესე იგი Winchester-ი. ნახეთ, რომ BIOS-ში რო შევდივართ SATA კონექტორებში ჩვეულებრივად გვიგდებს ინფორმაციას მასზე, რო ვაყენებთ Windows გადაყენების დროს პარტიციებში გვიჩვენებს, რომ არის და იყოფა, ფორმატდება, ახალი პარტიცია იქნება ჩვეულებრივად, რო ვაყენებთ Windows და შევდივართ კომპიუტერში disk management-ში ჩვეულებრივად ვხედავთ Winchester-ს, რო ვთავთ ესე იგი hard disk Sentinels, შევდივართ და health-ი და performance-ი გვიწერს, რომ 100%-ია ყველაფერი. აქაც ჩვეულებრივად კითხულობს უხარვეზოთ და მოკლედ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს Winchester-ი არის მუშა, გამართული და მზადაა სამუშაოდ იმ პირობებში, როგორშიც მოგვინდება და როგორშიც გვესაჭიროება. სულ ეს იყო ვიდეო, შეჯამებისთვის ერთხელ კიდევ ვიტყვი, რა ეტაპები გავიარეთ. მოკლედ ავაწყეთ სიმულაციური სისტემა მაგიდაზე, გავშალეთ ყველა ნაწილი ჩავსვით შიგნით. მერე შევუერთეთ ჩვენი სატესტო SSD, სადაც ქონდა სატესტო Windows-ი, ასევე ეს Winchester-ის შემოწმებაც გვინდოდა. შევედით Windows-ში, შევამოწმეთ, BIOS-ი ვნახეთ, ყველაფერი გავაკორექტირეთ, რაც საჭირო იყო. დავადასტურეთ, რომ ჩვენი ეს Winchester-ი არის სიცოცხლისუნარიანი და შეუძლია რომ იმუშაოს, რა ვიცი, რამდენი ხანი და როგორც გინდა მოგესურვება ის. მოკლედ მეგობრებო, ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი დატესტილია, შემოწმებულია, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და დავიკომენტარეთ, რა თამის განხილვა გაინტერესებთ, თუ რამე საკითხია, რომელშიც გინდათ რომ გაერკვეთ, ვერ ახერხებთ, ვერ იძიებთ ინფორმაციას ქართულ წყაროებში, თუ რამე არის, აუცილებლად დამიწერეთ და შევეცდები რომ გადავიღო ვიდეო და აგიხსნათ ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეომდე, ეს იყო ბეროტექის არხი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებთ.